ისტორიული არჩევანი და ევროპის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის საზღვრები იხსნება. გატარებულ რეფორმებს, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებულ ვალდებულებებს და მიღწეულ პროგრესს შეთანხმების რატიფიცირებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ ევროკომისიის საბოლოო და დადებითი დასკვნა მოხდა. დღეს 20:30-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, პოლიტიკოსების, ექსპერტების, მოქალაქეების შეფასებები და ევროპელი ლიდერების პოზიცია. 20:30 დღის მთავარ თემას წარმოგიდგენთ. საღამომშვიდობისა 20:30 მე მაკაცინცაძე ვარ. გზა 2012 წლის ივნისიდან 2015 წლის 18 დეკემბრამდე საქართველოს ევროკავშირში ვიზო მიმოსვლისთვის მზადაა. ევროკომისიამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოთხოვნა შეასრულა. ასევე ცნობილია, რომ ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, პოლიტიკოსთა, ექსპერტთა შეფასებები და ევროპელ ლიდერთა პოზიცია, რას გვაძლევს და რისთვის სჭირდება საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რამდენი თვეს ახელდება საორიენტაციო ვადად და როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას. დღის მთავარ შეკითხვებს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უპასუხებენ. მანამდე კი 20:30 ჟურნალისტები დღის მთავარი თემის დეტალებით. ვიზა ლიბერალიზაცია, ევროკომისიის პოზიტიური ანგარიში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო მიმართვა. ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის 18 დეკემბერს ისტორიული უწოდა და წარმატება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიიღოცა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თითოეულ პირს, რომელმაც მიზნის მიღწევაში წვლილი შეიტანა. პრემიერის თქმით, უპირველეს ყოვლისა მადლობა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ვისაც მისი თქმით ყველაზე რთულ პერიოდშიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია მთავარი ღირებულება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები. ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქისთვის ისტორიული დღეა. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ყველა ასე მოუთმენად ველოდით. კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა. ეს არის პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე. სწორედ წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი ქართული სახელმწიფო შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადი ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელი არის გარკვეული ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა დღეს ამ პროცესში, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა ჩვენი განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი. საქართველოს წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ. სწრაფვის გზაზე ის თანმიმდევრული ძალისხმევა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. და ამ შრომამ ევროპელი კოლეგების ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის ვართ ლიდერი სახელმწიფო. პასუხად ევროპა ამბობს, რომ ღია არის საქართველოს მოქალაქეებისთვის. და დღეს ჩვენ ხომ თანამედროვეთა და ასევე მრავალი თაობის ჩვენი წინაპრების ოცნება ავიხდინეთ. მიუხედავად მრავალი შიდა თუ გარე წინააღმდეგობისა, ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, შედეგი მიღწეულია. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით
ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს წინაშე სრულად ახალი შესაძლებლობები ისახება. ევროპელებთან ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. ყველა დონეზე ურთიერთობათა გაღრმავება. ქალაქების დაძმობილება, სტუდენტური და სამოქალაქო გაცვლითი პროგრამები. ევროპის ასოციაციებში გაწევრიანება. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. სულ მალე ეს ყველაფერი, ჩემო მეგობრებო, სრულად ახალ, უფრო ღრმა და შინაარსიან განზომილებას შეიძენს. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში 9 წლის განმავლობაში 90 დღის მანძილზე უვიზოდ შესვლას. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში შეგეძლებათ ევროპაში თავისუფლად იმოგზაუროთ. ყოველგვარი ბარიერების გარეშე, თქვენს ოჯახთან ერთად, როგორც ტურისტი, დაგეგმოთ საქმიანი ვიზიტი, ეწვიოთ მეგობრებს, ნათესავებს, ჩაერთოთ საზაფხულო სკოლებში. მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციებსა თუ გამოფენებში და ასე შემდეგ. ევროპას და საქართველოს შორის შთამბეჭდავი თანამშრომლობის ამ მაგალითის უკან დგას, რა თქმა უნდა, მრავალი ადამიანის ძალისხმევა, მათი თავდაუზო გავიშრომა. ჩვენი ქვეყნის ყველა საჯარო სტრუქტურის პროფესიონალიზმი. ასევე, რა თქმა უნდა, უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ევროპელი პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან წლების განმავლობაში ვიღებთ. ჩვენ ეს გზა, ჩემო მეგობრებო, ერთად გავიარეთ. ამიტომ მე მინდა გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა ყველას. თითოეულ თანამშრომელს, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ეს მიზანი რეალობად ქცეულიყო. რასაკვირველი უპირველეს ყოვლისა, მადლობა ეკუთვნის ჩვენს გმირ ხალხს, ჩვენს ამაყერს, ვისაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენი მთავარი ღირებულება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ასევე ევროპული ფასეულობები. ევროპა ეს არის არაუბრალოდ რაციონალური, ასე ვთქვათ, არჩევანი, არამედ ეს ხო ჩვენი ისტორიული სახლია. ამ სიტყვაში ევროპა განსახიერებულია ყველაფერი. რისკენაც ჩვენიერი მიესწრაფვის. ეს არის თითოეული მოქალაქის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კეთილდღეობა, ეს არის ძლიერი ეკონომიკა და თანასწორობა ადამიანთა შორის. ეს არის მშვიდობა და ნათელი მომავალი ჩვენი შვილებისთვის. განვითარების პირობები ყველასთვის. და რაც მთავარი, ეს არის ჩვენი უნიკალურობის, თვითმყოფადობის სრულად რეალიზების ახალი სივრცე. და ეს არის გზა საქართველოს ერთიანობისკენ. მხოლოდ თანამედროვე ევროპული ქვეყნის შენებით გავხდით ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს. ჩვენი აფხაზი და უსიძმებისთვის. მე მჯერა, რომ დადგება დღე, როცა ისინიც ჩვენი აფხაზი და უსიძმების სრულად ისარგებლებენ ამ სიკეთეებით, რაც ევროპულ ინტეგრაციას მოაქვს. ეს წარმატება არის ახალი გზის დასაწყისი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ამ დიდ გამარჯვებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. გვაქვს საკმარისი მიზეზი, რომ ვიზე იმოთ ამის შესახებ კი საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა იანო შერმანმა განაცხადა დიპლომატმა საორიენტაციო ვადაც დაასახელა თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში თავისუფლად ჩასვლას და გადაადგილებას. იანო შერმანის პრესკონფერენციას ჩვენი ჟურნალისტიც ესწრებოდა და ქეთი ჩოხელი გიამბობთ თუ რა დროა საჭირო სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად და რომელ ქვეყნებთან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად მიმოსვლას. ქეთი გისმენთ. რამდენ ხანში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ ჩასვლას? ეს მთავარი შეკითხვაა. 2030-ის ამ შეკითხვაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანო შერმანმა საორიენტაციო ვადად 4-5 თვე დაასახელა. სწორედ ეს დრო დასჭირდა მოლდოვას ევროკომისიის მიერ დადებითი ანგარიში გამოქვეყნებიდან ვიზა ლიბერალიზაციამდე. იანო შერმანმა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების სახელით მიღწეული პროგრესი ულოცა და მისი თქმით და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის თქმით ევროკომისიის დადებითი დასკვნა ეს არის დიდი წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. I can tell it as you say only approximately. შემიძლია მხოლოდ დაახლოებითი დრო გითხრათ იმისა თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას. ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება დისკუსიები. პროგრესი ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების ხელშია. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა მოლდოვის შემთხვევაში დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზა ლიბერალიზაციის მიღწევამდე, იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ეს არ არის საიმედო დასაყრდნობი, რადგანაც შესაძლოა სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს.
იანო შერმანის პრესკონფერენციას დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ელჩებმა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება მიულოცეს და ამ პროცესის დადებით შედეგებზეც ისაუბრეს. So first of all I want to congratulate Georgia and Georgians and Georgian government. უპირველეს ყოვლისა მინდა მივულოცო ქართველებსა და საქართველოს მოქალაქეებს მიღწეული პროგრესი. ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი წარმატება. ძალიან შთამბეჭდავი იყო თუ როგორ შეასრულა საქართველოს ყველა რეკომენდაცია. ჩვენ წავიკითხეთ ძალიან პოზიტიური ანგარიში და ქართველები ამაყები უნდა იყვნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში სავიზო რეჟიმი გაუქმდება. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა. რაც შეეხება ესტონეთს, ჩვენ თქვენი დიდი მხარდამჭერები ვართ და მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ჩვენი საზღვრები ღია უნდა იყოს. არაფერია წინასწარ ცნობილი ამ პროცესში, ანგარიში მართლაც პოზიტიურია, მე მას გავეცანი, დოკუმენტი ძალიან მკაფიოა. ახლა პროცესი ევროკავშირის შიგნით უნდა გაგრძელდეს. საჭიროა, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება. staunchest supporter of რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. მივესალმებით სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ბრიუსელთან სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებში. ველით რომ საკანონმდებლო პროცესი მალე წარმატებით დასრულდება. ევროკავშირის ელჩმა ასევე განმარტა, თუ რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ჩასვლას სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქართველები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში. ესენია რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია და კვიპროსი. ასევე უვიზოდ მიმოსვლას შევძლებთ ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებით დასკვნა ელოდა დღეს კოსოვოც. თუმცა გამოქვეყნებულ ანგარიში ნათქვამია, რომ კოსოვოს კიდევ რამდენიმე რეფორმა დარჩა შესასრულებელი. მადლობ, პირდაპირ ეთერში ქეთი ჩოხელი საუბრობდა. ევროპული კომისიის ექსპერტების შეფასებით კი საქართველოს შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული. დასკვნის გამოქვეყნებას ბრიუსელში 2030-ის გადამღები ჯგუფი ელოდებოდა. მიშა ფეიქრიშვილი და გიორგი კიკვაძე ბრიუსელიდან გიამბობთ, რა წერია ევროკომისიის დასკვნაში და რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში ევროკავშირის ადმინისტრაციულ ცენტრში. დიახ, საბოლოოდ და ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია, ევროკომისიის ტექნიკური დასკვნა გამოქვეყნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოს. მომავალი წლის დასაწყისში ევროკომისია ევროპის საბჭოს და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს სპეციალური რეკომენდაციით, რომ საქართველო გადაყვანილ იქნას იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებთა მოქალაქეებიც შენგენის შეთანხმების წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ველოდით აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებას, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია თუ რა რიცხვში შეიძლება დადებულიყო საბოლოო დასკვნა, თუმცა დღეს აქ ყველა თანხმდება, რომ საქართველომ მიაღწია იმ მაქსიმუმს, რაც ამ დროისთვის შეიძლება მიაღწია და რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიღებული. ამ კუთხით ევროკომისრები აღნიშნავენ, რომ საქართველოს რაიმე ტიპის გართულებებს არ უნდა ელოდოს და შესაბამისად ჩვენ დავინტერესდით თუ რა კონკრეტულ ვადებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული უვიზო რეჟიმის ამოქმედება. დღეს ევროკომისარმა მიგრაციისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პირდაპირ განაცხადა, რომ აქ საუბარია 3-დან 6 თვემდე და რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის ზაფხულიდან ეს უკვე სრული შესაძლებლობა იქნება იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაკვეთონ ევროპის საზღვრები ვიზების გარეშე. დღეს გამართულ პრესკონფერენციაში იყო ერთი საინტერესო დეტალიც, როდესაც რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირს აქვს თუ არა გათვლები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა მოქალაქემ შეიძლება გადაკვეთოს ევროკავშირის საზღვრები საქართველოდან, უკრაინიდან და კოსოვოდან და ეს ხომ არ შეუქმნის გარკვეულ პრობლემებს ევროკავშირს. რუსი ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას ევროკომისარმა მიგრაციისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ღია, მკაცრი და ასევე ძალიან მოკლე პასუხი გასცა, რომ ევროკავშირი არ არის ტურისტული სააგენტო, რომელიც ითვლის მგზავრების რაოდენობას.
early 2016 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის ხელში. ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება. ვიზა არ იქნება საჭირო მოკლევადიანი ვიზიტისთვის, რაც გულისხმობს 180 დღის განმავლობაში 90 დღის პერიოდს. ეს არ ეხება იმ პირებს, რომლებიც ევროკავშირში მუშაობენ. ტურისტული ვიზები, მოკლევადიანი ტრენინგები, სასწავლო და ბიზნეს ვიზები და სავაჭრო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეებისთვის გზა ღია იქნება. ჩვენ კარგი სამუშაო შევასრულეთ. კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა საქართველოსთვის, კოსოვოსა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. 7 დეკემბერს მე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შევხვდი. მე და დონალდ ტუსკს ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ პოროშენკოსთან 4 შაბათს საღამოს და ჩვენ გადავლახეთ საბოლოო დაბრკოლებები უკრაინის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების გზაზე. კომისიამ შეძლო ამ დილით საბჭოსთვის მიემართა ამ სამ ქვეყანასთან ვიზა ლიბერალიზაციაზე სწრაფი გადაწყვეტილება მიეღო. საბოლოოდ დადებითი დასკვნის გამოქვეყნების მიუხედავად საქართველოს უახლოესი თვეების განმავლობაში კვლავ დარჩება მონიტორინგის ქვეშ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე რეფორმებს და საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, თუმცა დღეს ასევე ევროკომისიაში აღინიშნა, რომ საქართველოს მოთმინებით უნდა დაელოდოს ამჯერად უკვე პროცედურით გათვალისწინებულ ვადებს, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი გადაწყვეტილება მიღებულია, ტექნიკური დასკვნა გამოქვეყნებულია და ის დადებითად არის შეფასებული საქართველოში გატარებული რეფორმები, ასე რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში რაიმე ტიპის სიურპრიზები მომავალში აღარ ელოდება. ეს მიშა ფეიქრიშვილი იყო ბრიუსელიდან. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად მიღებულია 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება 80-მდე კანონქვემდებარე აქტი. 9 ეროვნული სტრატეგია. ევროკომისია ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლის მომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. ამას გარდა ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოთხოვნების მიღმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მართულებით. თამარ ციკლაური განაგზობს თემას. თამარ გისმენთ. 2015 წლის 18 დეკემბერი არის ისტორიული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მცირე ამონარიდი იმ განცხადებებიდან, რომელიც მთავრობის წევრებმა დღეს გააკეთეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი დასკვნის შესახებ. ერთ-ერთი პირველი უწყება კი, სადაც დადებითი დასკვნის გამოქვეყნება საზეიმოდ აღნიშნეს, ეს არის იუსტიციის სამინისტრო. დღეს იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის მინისტრმა თია წულუკიანმა მოაწყო ღონისძიება. პირველ რიგში თია წულუკიანმა სიტყვით მიმართვისას მადლობა სწორედ მის თანამშრომლებს გადაუხადა. როგორც თია წულუკიანმა განაცხადა, დღევანდელი დღე არის დამადასტურებელი იმისა, რომ საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც ნაბიჯ შეუძლია დიდი გამარჯვებებისკენ იაროს. რაც შეეხება უკვე სხვა მინისტრების განცხადებებს და შეფასებებს დადებითი დასკვნის შესახებ, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრი ამ თემაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ სასიკეთო შედეგებზე, რომელიც საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებს ელით რაც შეეხება უკვე ასევე სხვა მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, მთავრობის მინისტრების საუბრობენ, რომ ეს არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომელსაც მთავრობა 3 წლის განმავლობაში ატარებდა, მაგალითად საუბარი არის მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა და ის საჯარო მოხელეები, ვისაც შეგვიძლია ნაბიჯ მოთმინებით გამარჯვებისკენ სიარული. მიუხედავად სირთულეებისა, მიუხედავად წინაღობებისა, მიუხედავად იმისა, რომ ვართ პატარა ქვეყანა, შეგვიძლია რომ ამ პატარა ქვეყანას ჩვენი საჯარო მოხელეების დიდი შრომით მოუტანოთ გამარჯვებები. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები მიჩნეული იქნა ძალიან წარმატებულად, უამრავ სფეროში. საქართველოს მიჩნეული იქნა სანდო პარტნიორად ევროპისათვის იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხსნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისათვის შენგენის ზონაში. მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე ის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოში შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას. ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას. ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშაო თუ ტურისტული ვიზიტი.
ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვას ისტორიულს და მართლა დღეს არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს, ულოცავ თელ ქართულ ხალხს, ერს, თელ ნაციას, ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს გადადგა სერიოზული ინსტიტუციონალური ნაბიჯი ევროპისაკენ. სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც მთავრობამ განახორციელა, სწორედ იმ სწორი პოლიტიკის გამო, რომელიც განხორციელდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი იქნება ღია. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ამ 3 წლის მანძილზე 65-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. 80-მდე კანონქვემდებარე აქტი იყო მიღებული, 9 ეროვნული სტრატეგია იყო განხორციელებული და ასევე იყო რატიფიცირებული 7 საერთაშორისო კონვენცია. მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. ეს კი უკვე ამონარიდია იმ განცხადებიდან, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გამოქვეყნებულ დადებით პოზიტიურ დასკვნას გამოეხმაურა. დღეს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ დასკვნას აფასებს როგორც ხელისუფლების ყველა შტოს მიერ ერთობლივად წინ გადადგმული ნაბიჯების შედეგად. გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ასევე საუბარია იმასთან დაკავშირებითაც, რომ დღეიდან უკვე საქართველოსთვის იწყება ის პროცესი, რომელიც საბოლოოდ იმ პოლიტიკური განცხადებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც საბოლოოდ გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. Justiția სამინისტროდან თამარ ციკლაური გვერდთვებოდა. Ახლა კი პარლამენტი თორნიკე ხურციძე საკანონმდებლო ორგანოდან ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის უმრავლესობის მკაცრავად ოპოზიციის შეფასებებს გაგაცნობ. თორნიკე, მოგესალმები და გისმენთ. დღეს ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით. სწორედ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დავით უსუფაშვილმა დღევანდელი დღე მიულოცა მოსახლეობას და იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აკისრია. ეს ჩვენ ვართ უფრო ევროპელები, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს ევროპაც ასე ფიქრობს და სულ რამოდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. საზღვრების გაუქმება ევროპასა და საქართველოს შორის ეს არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობაც, რაც ევროპას აკისრია. ამასთანავე მე გირჩევთ, ვისაც ვიზები გაქვთ პასპორტებში, ჯერ არ ამოხიოთ, იმიტომ რომ რამოდენიმე თვე კიდევ დაჭირდება ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას. ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება მართველი გუნდით. საპარლამენტო უმრავლესობა იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელიც დღევანდელ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ისტორიულია, იგი არის შემოუბრუნებლობის მომენტი ამ საქართველოს აქედან ევროპიდან უკვე ვერსაც ვერ გაუხვევს, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაცია მიუხედავად იმისა, რომ სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია, სინამდვილეში არის ევროპის გაფართოების ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი. ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯით, დამატებით გავზრდით ევროპულ ინტერესს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვეყოლება მეტი ინვესტორი, იქნება მეტი ტურისტი ქვეყანაში. ჩვენ ამ ყველაფრით გავზრდით და გავაძლიერებთ ჩვენ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საერთო ჯამში ამით დასტურდება, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტი შეაფასა დღეს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამაც. დღევანდელი ეკონომიკური პრობლემების პირობებში, რა თქმა უნდა, შეიძლება ამას საქართველოსდან ემიგრაციის სერიოზული ტალღა მოყვეს, თუ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული პოლიტიკური, რასაც მე სკეპტიკურად ვუყურებ. ეს კი, რა თქმა უნდა, მიგრაციის დიდი ტალღა ქვეყნიდან, როცა ისედაც ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის ქვეყნიდან გასულია, ეს რა თქმა უნდა შეიძლება პრობლემების მატარებელი აღმოჩნდეს. მე მინდა მიულოცო ეს ყველაფერი ჩვენ თავს, ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს. და არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე ის მესიჯი, რაც გუშინ გაისმა რუსული მხარის მხრიდან, რომ გაუქმდება სავიზო მიმოსვლა, აღარ იქნება ვიზა საჭირო. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის და აუცილებლად უნდა დაიწყოს საუბარი რუსეთთანაც.
ამ თემაზე. განსაკუთრებით ვიხარია მეც და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რადგანაც მუშაობდით აი ამ საკითხებზე 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების შესახებ მუშაობა, ისევ როგორც ვიზების ჯერ გამარტივებაზე და შემდგომ ჩვენი ხელისუფლების ბოლო წელს უკვე ვიზა ლიბერალიზაციაზე და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ეს არის საქართველოს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საქონლისა და მოგზაურობის თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩვენ ასევე გვქონდა თავისუფალი რეჟიმი კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებასთან მიმართებაში და ეხლა ამას დაემატება ადამიანების თავისუფალი გადაადგილება და ეს არის 4 თავისუფლება, რომელზეც დგას ევროკავშირი, დღევანდელი ევროკავშირი, ამიტომ მე მინდა მივილოცო ყველა საქართველოს მოქალაქეს ეს ნამდვილად სერიოზული მიღწევა და საქართველოს პასპორტს აქამდე არასოდეს ასეთი ძალა არ ქონდა. დაახლოებით მომავალი წლის შუაში უკვე გადაწყვეტილება პრაქტიკაში განხორციელდება ჩემი აზრით და ჩვენს მოქალაქეებს გვექნება საშუალება თავისუფლად ვიაროთ ევროპაში. მივიღოთ განათლება, დაუბრუნდეთ და უფრო მეტი ევროპას შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და მეტი საქართველო გავაცნოთ ევროპელებს. მიუხედავად ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლებენ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტარები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მადლობ პირდაპირ ეთერში თორნიკე ხურციძე საუბრობდა და გვერდებოდა საკანონმდებლო ორგანოდან. საქართველოს ევროპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგას, აფასებენ ქართველი ექსპერტები ევროკომისიის დასკვნას ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. პოლიტოლოგები მთავრობას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ და ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას 2016 წლის ზაფხულიდან შეძლებენ. ექსპერტების შეფასებებს ლიკა ალელიშვილი გაგაცნობს. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. ეს არის ისტორიული დღე, ასეთია ქართველი ექსპერტების შეფასება. მათი განმარტებით ეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი გამარჯვებაა. ამასთან პოლიტოლოგები ყურადღებას იმ მორიგ ნაბიჯებზეც ამახვილებენ, რომელიც საქართველოს საბოლოო შედეგის მიღებისთვის უნდა გადადგას. ეს დოკუმენტი შეიძლება ითქვას ბეჭედი არის დასმული იმაზე, რომ საქართველოს აქვს ორიენტაცია ევროპისკენ და რაც თავარია ევროპასაც ორიენტაცია აქვს საქართველოს. უდავოდ პროდუქტი არის იმ პოლიტიკოსების მოღვაწეობისა, რომელიც ამ ორიენტაციის რეალიზაციისთვის იმისთვის რომ ეს ორიენტაცია როგორმე ხორჩესხმული ყოფილიყო მუშაობდნენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, იმიტომ რომ ბევრი რამ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა. როგორც ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია უკვე მომამზადებს და შეიტანს განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის თანხმობის ასევე პირობებში დაიწყება უკვე იმპლემენტაციის პროცედურა, რომელმაც შესაძლოა დაიკავოს რამდენიმე თვე. თუ ყველაფერი კარგად წავიდა 2016 წლის მეორე ნახევარში უკვე უნდა გქონდეს ჩვენ შესაძლოა 2016 წლის ზაფხულში უკვე მივიღოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პრაქტიკული ესე ვთქვათ იმპლემენტაცია. ეს ასე ვთქვათ დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე სერიოზული ბარიერი შეიძლება ითქვას გადაილახა. ეს გადაილახა როგორც ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ძალისხმევით. ეს არის პლუსი მთელი ქვეყნისთვის. ეს იყო ტექნიკური ხასიათის, ეხლა წინ არის პოლიტიკური პროცესი, ყველა ქვეყანამ ცალ-ცალკე უნდა ამტკიცოს, უნდა მიიღოს გაწყვეტილება რომ ჩვენთან შემოიღოს უვიზო რეჟიმი, ეს ალბათ გაიწერება საკმაოდ, არაა გამორიცხული გაიწეროს მომავალ წლის ბოლომდე, ეს დამოკიდებული იმაზე, რამდენად ვიაქტიურებს ჩვენი მთავრობა პირველ რიგში, ამაზე დამოკიდებულია სამწუხაროდ ასევე გარეშე ფაქტორებზეც. ექსპერტები ყურადღებას უვიზო მიმოსვლის შედეგებზეც ამახვილებენ. მათი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს. ამას გარდა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ დოკუმენტით საქართველოს ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზეც აისახება. გმადლობ პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი საუბრობდა. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ევროპელი ზურაბ ჟვანიას ფრაზე დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ზურაბ ჟვანიას ოჯახმა და მისმა მეგობრებმა საქართველოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დადებითი დასკვნა მიულოცეს.
მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი. ამ ფრაზას ჰქონდა უბრალოდ სიმბოლური მნიშვნელობა. ესეთ აი მართლა სიმბოლური, იმიტომ რომ ამაში ზურამ ყველაფერი გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მართლა თითოეული ქართველის მონაწილეობით ხდება ეს და აი რომ საქართველო და უკრაინა გახდა პროცესის ნაწილი ახლა სწორედ იმიტომ რომ ჩვენს და უკრაინელებმაც ჩვენი სამოქალაქო აქტივობით, ჩვენი მისწრაფებით სულით ეს დავადასტურეთ რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ ოჯახში. როგორ აფასებენ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზო მიმოსვლის პერსპექტივას დეტალებს გენო სიხმაშვილი გაგაცნობთ გენო გისმენთ. მაკა სანამ უშუალოდ საქართველოს მოქალაქეების შეფასებებსა და მოლოდინებზე გადავალთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ მოვლენის აღსანიშნავად დედაქალაქში რამდენიმე შენობა და ობიექტი ევროკავშირის დროშის ფერებშია განათებული, მაგალითად, ჩემს უკან, როგორც ხედავთ, მშვიდობის ხიდი, ასევე თბილისის სანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა, მთავრობის კანცელარია, თუმცა ეს ღონისძიება მხოლოდ დედაქალაქში თბილისში არ მიმდინარეობს და ასევე მაგალითად მესტიაში სვანური კოშკებიც ევროკავშირის დროშის ფერებშია განათებული, ზუგდიდში დადიანების სასახლე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ასევე წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მისასვლელი კიბეები და ასე შემდეგ. დედაქალაქში ასევე ძველ უბნებში, მაგალითად აბანათუბანში აივნებიდან ევროკავშირსა და საქართველოს დროშებია გადმოფენილი. რაც შეეხება მოსახლეობის მოლოდინებსა და შეფასებებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ გამოკითხულები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ მოვლენას და ამბობენ, რომ ეს არის ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იმდენად, რამდენადაც ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოება ინტეგრაცია ნიშნავს მეტ პერსპექტივას და მეტ წარმატებას ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა დღეს ჩვენ შევხვდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ და ისურვებენ იმას, რომ იგივე სახელმწიფო შტოები თუ შესაბამისი ორგანოები უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიკეთის მომტანია ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქართველი ახალგაზრდების ინტეგრირებისთვის ძალიან მაგარია, იმიტომ რომ იქ იმდენი საინტერესო ტურია, რომ განათლების მხრივაც ბევრად უკეთესი იქნება ჩვენთვის, როგორც სტუდენტებისთვის და როგორც ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ერთს ვისურვებდი, რომ ჩვენმა მთავრობამ და სპეციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა გააკეთოს უფრო დაწვრილებითი განმარტებები, თუ რას აძლევს ეს ქართულ მოსახლეობას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ შეისწავლონ უცხოენა და თავის სპეციალობის მიხედვით აიმაღლონ კვალიფიკაცია. ევროპა ჩვენთვის არის განვითარება და წინსვლა არის ევროპა და ძალიან კარგი იქნება თუ რეალურად შედეგი გვექნება და ხა რო გითხრათ რომ წავალ ევროპაში და გავიქცე პირველ დღეს არა. შევხედოთ როგორ იქნება, რა იქნება და მაგის მიხედვით მე მიმოქმედოთ ახალგაზრდობა. მე ეგრევე ვფიქრობ. ჩემი აზრით ყველასთვის საქართველოში უნდა იყოს პრიორიტეტი ევროპისკენ სწრაფვა, იმიტომ რომ მეტ განვითარებას, მეტ განათლებას გულისხმობს, მეტ ეკონომიკურ წინსვლას და რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას დაგვეხმარება რომ უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს ქართველების და ევროპელების ერთმანეთთან და ჩვენი იქით და მათი აქეთ პირიქით რა. ერთმანეთის კულტურების გაცნობა რაც თავარია. ეს ძალიან კარგი იქნება განვითარებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ოღონდ რა თქმა უნდა თუ კარგად გამოვიყენებთ ვიზო რეჟიმს და ანუ არ იქნება ეს მხოლოდ და მხოლოდ აი გართობის მხრივ ან რაღაც ცუდის გაკეთების მხრივ, რისთვისაც ხშირად ქართველი ახალგაზრდები მიდიან ევროპაში. საქართველოსთვის ევროპა არის გზა ცივილიზაციის. მოლოდინი ძალიან დიდია. ძალიან დიდი მოლოდინია, იმიტომ რომ ოდითგან ჩვენი წინაპრები მიისწრაფოდნენ და მე მგონი ახლა ეს უცნობა. ნამყოფი ვარ და ვიცი ეს რას ნიშნავს, ეს ამხელა თავისუფლება და ამხელა სიმონება ევროპაში ყოფნა. ახალი იდეები, ახალი აზრები, ახალი სოფხოდელობა ეს ყველაფერი თუ არ ნახავ, ვერც იქნება და არც იქნება. ეს ჩვენი კურსია და ეს ჩვენი სურვილია ამდენი საუკუნეების რო არ თქვა წლების განმავლობაში და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ჩაკეტილი ქვეყნის არსებობა საერთოდ პრობლემაა და ნუ ყველანაირად იმისთვის რომ ვეზიაროთ ცივილიზაციას და ასე შემდეგ ეს აუცილებელი იყო. როგორც ხედავთ, საქართველოს მოსახლეობაში მოვლენა საკმაოდ პოზიტიურად ფასდება და მოლოდინებით საკმაოდ პოზიტიურია. მე კი მინდა ახლა შემოგთავაზოთ, რომ ჩვენებური გამარჯობა უთხრათ ევროკავშირს.
ესეც ასე, ძალიან დიდი მადლობა ზიკოს, ნოდარის და ტასოს და მე კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში გენო სიღმაშვილი გვერდთვებოდა. ახლა რეკლამის შემდეგ რას მიიღებს საქართველოს ევროკომისიის დღევანდელი დასკვნით. თემის გაგრძელება 20:30-ში დაგველოდით. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება საქართველოს ისტორიული არჩევანი და ევროპის ისტორიული გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის საზღვრები იხსნება. ევროკომისიის საბოლოო და დადებითი დასკვნა შეთანხმების რატიფიცირებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედო გეგმის შესრულებული ვალდებულებები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები. ჩვენ შეკითხვებს ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უპასუხებენ. თავდაპირველად ვანო ჩხიკვაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ბატონო ვანო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმე დრო. ბატონო ვანო, ევროკომისიის ანგარიში უკვე ცნობილია, საქართველოს პოზიტიური შეფასება მიიღო და ვიდრე საკითხის დეტალებზე ვისაუბრებთ, მაინტერესებს თქვენი შეფასება, რას მიიღებს საქართველოს ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით? პირველ რიგში მოგესალმებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენგენის ქაღალდის კედელი, რომელიც 25 წლის მანძილზე საქართველოს და ევროპას ერთმანეთისგან ყოფდა, დანგრეულია ფაქტიურად. ეხლა დარჩენილი არის შიდა გადაწყვეტილება, შიდა პროცედურები და ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ ბიომეტრიული პასპორტი, აღარ მოუწევთ ძალიან ბევრი რამ და პირველ რიგში არ მოუწევთ ის, რომ გაიარონ მთელი რიგი პროცედურები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იყო საკმაოდ შეურაცხყოფელი და არც თუ ისე სასიამოვნო, არ მოუწევთ დაუშვათ შეაგროვონ უამრავი სხვადასხვა სახის დოკუმენტი, არ მოუწევთ შეაგროვონ ცნობა მაგალითად სამსახურიდან და ხელფასის შესახებ, არ მოუწევთ შეავსონ უამრავი სხვადასხვა სახის აპლიკაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არამედ ისინი შეძლებენ, რომ შეიძინონ ბილეთი, შეიძინონ უკან დასაბრუნებელი ბილეთი, დაზღვევა და სწორედ ამ დოკუმენტების საშუალებით და ასე ვთქვათ რეგისტრაციის, უბრალოდ რეზერვაციის დოკუმენტით, სასტუმროს რეზერვაციის დოკუმენტით გაემგზავრონ შენგენის ზონის ქვეყნებში. მე ვფიქრობ, უამრავი ამ დროის მანძილზე, როდესაც იყო საუბარი იმაზე, რომ იყო საუბარი უამრავი ევროინტეგრაციაზე და იმაზე თუ რას ნიშნავს ევროპა, ეს არის საშუალება საქართველოს მოქალაქეებმა უკვე თავიანთი თვალით ნახონ რა არის ევროპა, რა არის რეალობა, იქიდან რაზეც ჩვენ საუბრობთ და რა არის მითები, რაც უამრავი არის გავრცელებული ჩვენ ქვეყანაში. ანუ ეს არის ძალიან ხელჩასაჭიდი შედეგი აქამდე თუ ევროინტეგრაცია იყო რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში აღიქმებოდა როგორც რაღაც ელიტური პროექტი, ამ გადაწყვეტილებით ევროინტეგრაცია კონკრეტულად პროცესი არის მას აქვს შედეგი, რომელიც გავრცელდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ანუ ბატონო, ამ შემთხვევაში საუბარია მოკლევადიან იგივე საქმიან და ტურისტულ ვიზებზე და ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის თქოს შრომის ბაზარი გაიხსნება. რა თქმა უნდა, შრომის ბაზარი საქართველოს მოქალაქეებისათვის არ იხსნება. მე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ევროკავშირის შიგნით ზოგიერთი ახლად გაწევრიანებული ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც კი არ არის სრულად გახსნილი ევროკავშირის შრომის ბაზარი. ეს არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული C კატეგორიის, ანუ მოკლევადიანი ვიზების გაუქმება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა მედია საშუალებებით და სხვადასხვა პიროვნებების მიერ 90 დღის მანძილზე შეეძლებათ ჩავიდნენ და გაატარონ პერიოდი შენგენის ზონის ქვეყნებში. ბატონო ვანო, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიიღონ, თქვათ, ამ ანგარიშის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია საჭირო, პროცედურულად საინტერესოა პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რა სახის გადაწყვეტილებები ამის აღება? პირველი და უმთავრესი ეს არის ის, რომ ევროკომისიამ უნდა მიმართოს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, რომელშიც შედიან შენგენის ზონის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიტანოს ცვლილება ევროკავშირის ერთ-ერთ რეგულაციაში, რომელიც განსაზღვრავს სავიზო რეჟიმს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამის შემდეგ ისინი მინისტრთა საბჭო უყრის ამ გადაწყვეტილებას კენჭს, შემდგომი ეტაპი არის უკვე პარლამენტის, ევროპის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დასკვნა ამ საკითხზე და შემდეგ უკვე ევროპის პარლამენტი აძლევს თანხმობას ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ ის შედის ძალაში.
და დაახლოებით რა ვადა შეიძლება დაიჭირდეს. ძალიან ძნელია და ვერავინ ვერ გვეტყვის სუსტად ამ ვადას, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი და ეს ვარაუდი გახლავთ დაფუძნებული მოლდოვის გამოცდილებაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ მოლდოვამ მსგავსი რამ, ანუ ბოლო პროგრეს ანგარიში მან მიიღო 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ჩვენ გვახსოვს ყველას ეს სამიტი და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2014 წლის აპრილიდან. შესაბამისად, თუ ამას ავიღებთ, ასე ვთქვათ, მაგალითად, სადღაც დაახლოებით 5-6 თვე არის საჭირო იმისთვის, რომ ეს სარგებელი ვიგრძნოთ საქართველოს მოქალაქეები. გასაგებია რომ მოლოდინი არის დადებითი, თუმცა საინტერესოა ვთქვათ, ექნება თუ არა ნეგატიური უარყოფითი მხარეები ვიზების გამარტივებას, ანუ რა ბედიელით მაგალითად არალეგალურად მცხოვრებ მიგრანტებს, ან შეთანხმება ხომ არ ითვალისწინებს ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უპირობო დეპორტაციას. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს რეადმისიის შეთანხმება ევროკავშირთან, შესაბამისად ეს შეთანხმება ძალაში რჩება. მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება ძალაში 2011 წლიდან მთელი ამ დროის მანძილზე ის ფასდება, როგორც ის ევროკავშირი აფასებს მას, როგორც ძალიან დადებითად და მუშაობს ძალიან ეფექტურად. შესაბამისად, ეს იქნება ეს მექანიზმი გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ უნდა მოხდეს არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება საქართველოში. მეორე მხრივ მოქმედებს ასევე გარკვეულწილად დამცავი მექანიზმი, მე წეგან ვახსენე უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სწორედ ეს არის გარანტია იმისა, რომ მოქალაქე დაბრუნდება უკან და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მან დაარღვია ეს წესი, სანქციები საკმაოდ მკაცრია, მე ვიტყოდი, პირველი ეს არის ორი ვარიანტია, ერთი ეს არის ფინანსური ჯარიმა, რომელიც ამდენიმე 1000 ევროთი განისაზღვრება, ან შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აკრძალვა, რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე იმოქმედებს. ასე რომ ეს არ არის მარტივი, ასე ვთქვათ, საკითხი, ბევრ ადამიანს, ვისაც სურს რომ დაარღვიოს ეს წესები, შეიძლება ძალიან ძიმედ დაუჯდეს ეს ყველაფერი. საინტერესოა, როგორია ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გულისხმობ ამ შემთხვევაში უკვე ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ შემთხვევაში ჩვენ და საქართველოში ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე სწორედ აქეთ იყურება, მათ შორის მეც და ძალიან დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის, რომ ნახო, რომ საქართველოს გააჩნია ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად, როცა ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველო გახდება უდესმე ევროკავშირის წევრი, აქამდე ჯერჯერობით ეს არ ყოფილა. ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, არც ევროკავშირის შიგნით და ჩვენთანაც ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან არ არის საკმაოდ სერიოზული მსჯელობა. ევროკავშირის შიგნით ეხლანდელმა კომისიამ განაცხადა, რომ მათი მანდატის დროს, რომელიც იწურება 2019 წლამდე, შემდგომი გაფართოება გამორიცხულია. შესაბამისად, ალბათ საქართველოს ხელისუფლებამ მთელი აქცენტი უნდა გადაიტანოს იმაზე, რომ ჯერ ასოცირების ხელშეკრულება შევასრულოთ სრულფასოვნად, ხოლო შემდგომ უკვე სერიოზულად განვიხილოთ საკითხი, იმას დავაყენოთ საკითხი, რომ საქართველოს მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს ვანო ჩხიკვაძე პასუხობდა. ახლა რეკლამა, რეკლამის შემდეგ ამავე თემით დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და სოზარ სუბარი შემოგვიერთება. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენ შეკითხვებს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი უპასუხებს. ბატონო სოზარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და პირველი შეკითხვა ასეთია, უკვე რამდენიმე თვეში ევროკავშირი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და მინდა ყველას მიულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ დაახლოების და ევროპაში გაერთიანების გზაზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის მოხდება, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გზა, რომელსაც ავსებად გავივლით. მადლობა. რამდენიმე თვეში ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უკვე თავისუფლად შევძლებ, დასკვნა გამოქვეყნებულია, თუმცა ძალიან საინტერესოა, რას მიიღებს ეს კონკრეტულად რომ გითხრათ საქართველოს და ზოგადად რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს არის მართლა იმ ჩვენი დაწყებული ძალიან ხანგრძლივი ისტორიული გზის ძალიან ლოგიკური გაგრძელება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ გზაზე, ეს არის გზა ჩვენ ისტორიულ სამშობლოში, რომელსაც მენტალურად ყოველთვის მივაკუთვნებდით ჩვენ თავს გზა ევროპისკენ. და თავისუფლებისთვის როცა ვიბრძოდით საბჭოთა კავშირში, სწორედ ეს მაშინაც მიგვაჩნდა, რომ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ჩვენ გავხდარიყავით თავისუფალი ქვეყანა და სწორედ ევროპისკენ გზა იყო თავისუფლება იყო ევროპისკენ მიმავალი გზა და ამის შემდეგ უამრავი ნაბიჯი გადაედგა, დღეს ხათაშორის მთელი დღე მიტრიალებდა თავში სიტყვები, რომელიც თქვენს ერთ-ერთ წინა სიუჟეტში გაახმოვანეს კიდევაც
მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი და ზურაბ ჟვანიანს ეგ სიტყვები კარგად ასახავს ჩვენს დღევანდელ განწყობასაც და იმასაც თუ საერთოდ მივისწრაფით. რას ნიშნავს ბევრჯერ განიმარტა თქვენთან, თუმცა კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ნიშნავს, რომ წელიწადში ყოველი 180 დღის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში, ან 90 დღის განმავლობაში ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ გაატარონ ევროპაში, ეს იქნება ერთჯერადად 90 დღე, ან მრავალჯერ, ოღონდ ჯამში 90 დღე, ანუ წლის განმავლობაში ეს არის 180 დღე. ეს არ შეეხება სასწავლო ვიზებს, ეს არ შეეხება შრომით ვიზებს, ის ცალკე რეგულაციები რჩება, როგორც აქამდე იყო, თუმცა ევროპაში შევალთ ყოველგვარი ვიზის გარეშე იმ დღეების განმავლობაში, რაც მე წეგან ვთქვი. დაისვა კითხვები, ეს ნიშნავს, რომ მივადგებით ევროპას და პირდაპირ შეგვიშვებენ. დღესაც, როცა ვიზა გვირთხია პასპორტში, დღესაც შეიძლება გაგვაჩეროს მესაზღვრემ, დღესაც შეიძლება გამოგვაბრუნოს უკან თუ რაღაცა ეჭვები გავუჩნდა და დღესაც შეიძლება გკითხოს, რომ რატომ მიდიხარ, ნამდვილად იმ საქმეზე მიდიხარ, ნამდვილად გაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი. ოღონდ დღეს, როცა ამას გვეკითხებიან, ამას წინ უძღვის ხანგრძლივი ლოდინი, ხანგრძლივი ბრძოლა, ხანგრძლივი დოკუმენტების შევსება საელჩოებში, სადაც საელჩოებში კი საკონსულებში, სადაც უმრავლეს შემთხვევებში ვიხდით ამ ვიზის ფულს და შემდეგ ვარს გვირთხამენ. დღეს ეს ყველაფერი არის ამოღებული და პირდაპირ მივდივართ და იქ ხდება ის, რაც აქამდეც ხდებოდა ვიზიან პასპორტს. მეც, რომელსაც ადამიანს, რომელსაც მაქვს დიპლომატიური პასპორტი და არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტი, ამ პასპორტში არის უამრავი სხვადასხვა ქვეყნის ვიზა და ევროპის შენგენის ვიზა არ არის, იმიტომ რომ შენგენში დიპლომატიური პასპორტი დღემდე უვიზოდ შედიოდა, მაგრამ მაქვს ჩარტყმული უამრავი შესვლა-გამოსვლის ბეჭედი ამ შენგენის ქვეყნებში, როცა შევდივარ, მეკითხება ჩვეულებრივად მესაზღვრე, რომ რატომ მიდიხართ, რა არის შესვლის მიზანი და მესაზღვრეზეც არის დამოკიდებული, ერთი გეკითხება, მეორე არ გეკითხება, მეორე სახეზეც არ გიყურებს, ასე იქნება ჩვეულებრივად მოქალაქეების შემთხვევაშიც, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ხნის შრომა და ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება გულისხმობ ამ 3 წლის განმავლობაში. დიდი ხნის შრომა და ბევრი კარგი საქმის გაკეთება, თქვა, ჩვენთვის ცნობილია ბევრი დეტალი ჟურნალისტებისთვის, ასე მოქალაქეებისთვის ბუნებრივი, ერთ-ერთი არის 70 კანონში აისახა შევიდა ცვლილებები. ხო, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ზოგადად ამ გზაზე რა იყო საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა? პირველ რიგში რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებაა ბუნებრივია, ეს მიმართულებები არის ანტიკორუფციული კანონმდებლობა და კორუფციასთან რეალური ბრძოლის თანახმობა. ევროპის სრულ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც რეალურად ებრძვის კორუფციას, ეს არის ტრაფიკინგთან არსებული გამოწვევები და ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის და პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპასთან. აქ არის თავშესაფრის პოლიტიკის ევროპულ სტანდარტებზე მიყვანა და ამ უზარმაზარი შრომა არის გაწეული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, იუსტიციის სამინისტროს მიერ, ჩვენი სამინისტროს თქვათ ამ პაკეტის ნაწილია. აქ არის ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის და სტრატეგიისა და შესაბამისი გეგმის გაკეთება. სხვათა შორის ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს ეს ყველაფერი დაწყებულია წინა ხელისუფლების დროს და წინა ხელისუფლების დროს იყო, როცა მე სახალხო დამცველი ვიყავი და ასე ვცდილობდი და ავდიოდი, რომ პრეზენტაციაც კი გავაკეთებინე, მოვახერხე მაშინ ხელისუფლებას, რომ ვიწყებთ მუშაობას ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და ბოლოს გადაისრულეს ასე მაპატით გამოთქმაზე და სანამ გვეყუთში ეს გეგმა არ უნდოდათ იმათ და არ აკეთებდნენ ამას და არც გააკეთებდნენ. რატომ არ უნდოდათ? ანუ მოცემულობა არ აძლევდა მათ ამის საშუალებას თუ იყო რა ადამიანის უფლებებს ისინი არ დაგიცავდნენ და ვერ დაგიცავდნენ და შეუძლებელია იყოს ლაპარაკი ადამიანის უფლებების დაცვაზე ქვეყანაში, სადაც ხშირად ვიმეორებ ამ ცებს, მაგრამ არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიმეორო 18000 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც წლის განმავლობაში იხილავს სასამართლო, მხოლოდ ერთი გამომართლებელი განაჩენი დგება, მსგავსი რამე არ არის. დარწმუნებული ვარ, ჩრდილოეთ კორეაში გაცილებით მეტია გამომართლებელი განაჩენები, თუმცა პრაქტიკა არ შემისწავლია, მაგრამ შესწავლილი მაქვს სტალინის პერიოდის, როცა 10%-მდე იყო გამომართლებელი განაჩენი, ანუ 18000 საქმე და 1800 იყო 37 წელს გამომართლებელი განაჩენები და სააკაშვილის დროს იყო ერთი გამომართლებელი განაჩენი. შეუძლებელია ევროპასთან დაახლოებაზე ლაპარაკი. ან ის ლიბერტარიანულიც არა, ფსევდოლიბერტარიანული მიდგომები, რასაც წინა ხელისუფლება აპელირებდა და გვახსოვს სააკაშვილის განცხადება, რომ ეს არის საქართველოს სოფლიოში ერთადერთი პირველი და მე მგონი უკანასკნელი ლიბერტარიანული მთავრობა. და პარალელურად როცა ევროკავშირი გთხოვს
დაქირავებულთა შრომითი უფლებების დაცვას, გთხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას და კონტროლს კერძო საკუთრების მათ შორის რომ ადგილებზე არის თუ არა მშრომელთა შრომითი უფლებები დაცული, გთხოვთ კონტროლს, თქვათ სურსათის უსაფრთხოების თუ ამრავ სხვადასხვა კანონში ცვლილებებს და შესაბამის ინსპექტირებას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ის რის დეკლარირებასაც ახდენდა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აბსოლუტურად არსობრივად წინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენგან ითხოვს ასოცირების დღის წესრიგი და რასაც ჩვენგან ითხოვდა ვიზა ლიბერალიზაციის დღის წესრიგი და სამუშაო გეგმა და საშინაო დავალებას, რასაც უწოდებთ. ანუ ერთმანეთის გამომრიცხავი რამე იყო და აპატიაც სწორედ ამიტომ იყო, რომ დაიწყო ჩვენზე გაცილებით ადრე უკრაინამ, დაიწყო გაცილებით ადრე მოლდოვამ, არ დაუწყია საქართველოს მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა 2012 წლის ოქტომბერში. ტყუილია ყველაფერი ლაპარაკი. მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა 2012 წლის ოქტომბერში. ამ თქვენი განცხადების პარალელურად, უბრალოდ მანამდე შეიძლება ასე ითქვას, იგივე კობასუბელიანმა გააკეთა სოციალურ ქსელში განცხადება, თუ შეძებს არ დაწერა თავის გვერდზე, რომ ეს არის იმ დიდი რეფორმების შედეგი, რომელიც განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. ესე კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, როდის დაიწყო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი? ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. მანამდე არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადადგმული არ ყოფილა. რაც შეეხება რეფორმებს, ისევ გავიმეორებ. მოსამართლეს მანტიას რო ჩაცმევ, ეს კი არ არის რეფორმა. რეფორმა არის სასამართლო რო იქნება თავისუფალი. როცა ადეიშვილი აკონტროლებს პროკურატურას და სასამართლოს ერთიანად და როცა 18000 სისხლის სამართლის საქმეზე დგება ერთი გამართლებელი განაჩენი, ეს რეფორმა კი არ არის, ეს არის ანტირეფორმა და ანტიადამიანური რეფორმა. ასე რომ ის რომ სწორედ სასამართლო რეფორმაში გადადგმული ნაბიჯები, სწორედ პროკურატურაში გადადგმული ნაბიჯები არის ჩათვლილი ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად, ნიშნავს რომ ბატონო სოზარ, მუდმივად სწორედ აქ იყო პრობლემები. ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში მუდმივად ისმის კრიტიკა. მიგე ვთქვით, ევროკომისია კი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოში ყოვლის მომცველი და რთული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. გარდა ამის ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოთხოვნების მიღმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების მიმართულებით. ანუ რა შეიძლება ეს ნიშნავდეს? ანუ როგორ უნდა აღიქვას იგივე საქართველოს რიგითმა მოქალაქემ. ევროკომისია დადებით შეფასებას აძლევს იმ ნაწილს, რა ნაწილსაც ქართული ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებს. მარტივად ძალიან დაუჯეროთ ევროპელებს, რომლებსაც გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ და ნუ დაუჯერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც 9 წელი ვატყუებდნენ და დღესაც ცდილობენ რომ მოატყუონ საქართველოს ხელისუფლება. გადაიდგა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლოს დეპოლიტიზაციის, სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლების მიმართულებით და დღეს შეიძლება არ მოგეწონოს სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება, მეც შეიძლება არ მომეწონოს, თქვენ შეიძლება არ მოგეწონოთ, პირიქით სხვას მოეწონოს იგივე გადაწყვეტილება, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის დღეს რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამაზე მეტყოლებს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები და უამრავი განაჩენი. დღეს ვერავინ ვერ იტყვის პროკურატურაზე, თქვათ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ უკმაყოფილო იმ რეფორმით, რომელიც სასამართლოში გატარდა და ამბობდნენ, რომ ეს არ არის რეფორმა, იმიტომ რომ თურმე პროკურორის დანიშვნა ისე არ ხდება, როგორც მათ მოსწონთ. მაგრამ შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელშიც არიან პროკურორებიც, იუსტიციის მინისტრიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. გადის რამდენიმე ფილტრი არის, ეს ფილტრი არის მთავრობაზე მოწონება, ეს ფილტრი არის პარლამენტში დამტკიცება, ამის ზემოთ ფილტრი მსოფლიოში არ არის და ბოდიში ამის შემდეგ არსებობს კიდე საპროკურორო საბჭო, რომელიც მუდმივად რომლის თითოეულ წევრს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, ადვოკატი არ იქ ხო, შეუძლიათ გამოითხოვონ კონკრეტული საქმეები და მათზე ჩაეძიონ და განცხადებები გააკეთონ. ამაზე მეტი კონტროლი და ამაზე მეტი გამჭვირვალობა და ამაზე მეტი ჩართულობა არ არსებობს. ამაზე მეტი შეიძლება იყოს რა, რომ თქვა სიტყვაზე ხალხი ირჩევს ერთ ხელისუფლებას, ერთ ადამიანებს აძლევს, ერთ პარტიას აძლევს ხმას და ამ პარტიამ თქვას, რომ ხალხმა მე იმიტომ ამირჩია, რომ მე მთლიანად გავდგე პროცესიდან განზე და ყველაფერი გადავწე ერთ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას ან სხვა პარტიას, რომელიც ხალხს არ აურჩევია. ესეთი რამე არ ხდება და ვერ მოხდება, მაგრამ და ის რაც დღეს ხდება, როგორც ხდება არჩევა პროკურორის და მე რა კონტროლის მექანიზმებიც არის დადებული, ეს
ბუნებრივია რომ ჩაითვალა ძალიან მაღალი დონის რეფორმა და ძალიან დამაკმაყოფილებელი და ასეც უნდა იყოს სხვანაირად ვერ იქნებოდა და ვერ შეფასდებოდა. ბატონო სოზარ დღეს ტექნიკური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი ხარებაშვილმა საკმაოდ მოცულობით ვრცელი მიმართვა გავრცელდა და გააკეთა მიმართა ქართულ ხალხს და განაცხადა ასეთი რამ. ძალიან ბევრი ეცადა რომ ეს დასკვნა არ ყოფილიყო და მან განაცხადა რომ ძალიან ბევრი როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ამ პროცესს ზოგადად ხელს უშლიდა. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ვთქვათ, ვინ უშლიდა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს ხელს? ბუნებრივია ინფორმაცია მაქვს და ამაზე პრემიერმაც დაასახელა ერთ-ორჯერ რამდენიმე გვარი არ გვინდა ხლა ამ თემებზე ლაპარაკი რა. მოდი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მხოლოდ ის რამდენიმე გვარია ბატონო. შეიძლება სხვების არის რა მნიშვნელობა აქვს ხა არიან ადამიანები რომლებიც ისთვისაც მათი პირადი ინტერესი უფრო მეტია ვიდრე ქვეყნის ინტერესი. ასეთ კაცუნებზე დღეს არ გვინდა ლაპარაკი, დღეს ვილაპარაკოთ სხვა რამეზე. ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გარღვევა, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს გარღვევა არ არის მხოლოდ ის, რაც დღეს მივიღეთ, რამდენიმე თვის წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი გარღვევა იყო, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისთვის მთლიანად. დღეს შეიძლება ვინმე მიკითხოს, კი, მაგრამ სად არის ის ქართული პროდუქცია, რომელიც გადის ევროპის ბაზარზე? იგივე რომ ქართული ღვინო რომელიც ყოველდღიურად იმატებს ევროპის ბაზარზე, მიუხედავად თქვათ კრიზისა, რომელიც ევროპაშიც არის მათ შორის და ყოველდღიურად იმატებს და ის დაუბეგრავად გადის. ის რომ ყოველდღიურად იმატებს პროდუქცია, რომელიც რაოდენობრივად, ღვთისმშობრივად, რომელიც ნელ-ნელა გადის ევროპის ბაზარზე. ამას მომზადება სჭირდება, ეს ერთ დღეში არ ხდება. თავარია ბაზარი გაიხსნა, დანარჩენი მეწარმემ უნდა გააკეთოს, დანარჩენი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს კონტროლის იმ მექანიზმების შემოღების, რომლებიც თქვათ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ სხვადასხვა უწყებები არიან აღჭურვილი და აკონტროლებენ ამ პროდუქციას და ეს ამის კითხულობდი სოციალურ ქსელში ერთი ჩვენი თანამემამული, რომელიც დღეს ცხოვრობს ევროპაში, თვალწინ ბელგიაში, ამბობდა, რომ შარშან გავიტანე 50 კილო ხურმის ჭირი, წელს ვაპირებ 200 კილოს გატანას. ხო ისეთი სასაცილო რაოდენობებია, მაგრამ ამ ადამიანმა ამითი დაიწყო სხვას გააქვს ძალიან დიდი რაოდენობა მართლა და ტონებზე და ათეულობით და ასეულობით ტონა პროდუქციაზე ლაპარაკი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. იგივე სხვა ტიპის პროდუქცია ხლა წარმოება ერთ დღეში ვერ იქნება. ხო ჩვენ მივიღეთ თქვა რა ეს რამდენიმე ნაბიჯი. ხოლდაზე შეიძლება მივიღოთ სრულიად სხვა ტიპის ვიზა ლიბერალიზაცია, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება არა 180 დღეში 90 დღე, არამედ 365 დღე 365 დღეში. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეს ყველაფერი არის ნაბიჯები და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირის და შენგენის წევრი ქვეყნები, ეს არის კიდე 4 ქვეყანა, რომელიც შენგენის წევრი არ არის დღეს და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, თქვათ ეკონომიკურად ისეთი განვითარებული, როგორც არის შვეიცარია, ნორვეგია. ძალიან დიდი გამოწვევებია და ძალიან დიდ პლუსებს აძლევს საქართველოსთვის ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიები, თქვათ თუ არის შესაძლებელი გახდეს, თქვათ სამშვიდობო ინსტრუმენტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვიზების გამარჯვების პროცესი. სამშვიდობო ინსტრუმენტი პირველ რიგში არის თუ როგორ ქვეყანად ჩამოუყალიბდებით. და ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, არის ნაბიჯი ცივილიზებულ თანამედროვე ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებისკენ. ნამდვილად არ მევაყენებ ახლა შეურაცხყოფას აფხაზებს და ოსებს, ჩვენს თანამემამულებს, ჩვენს ძმებს და არ ვიტყვი, რომ აჰა, რახან ხვალ ვიზას ჩაგირტყამენ, ისინი თავქვთ მოჯგილეჯილი გამოვარდებიან ახლა აქ. მაგრამ არც უმაგისობა აბუნებრივია. არც უმაგისობა იმიტომ, რომ ეს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან არის ნაწილი ძალიან დიდი პაკეტის ისევ და ისევ გავიმეორე. ამ დიდ პაკეტში შედის იგივე წეგან რაზეც ვლაპარაკობდი, ხო? ღია ბაზარი ევროპაში. ამ დიდ პაკეტში შედის ადამიანის უფლებების დაცვის ის მაღალი სტანდარტი, რომელიც დღეს არის საქართველოში. ის თუნდაც ჯანდაცვის და სხვა სოციალური პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ საქართველოში და რომელთაც ვემსახურებთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე მთელ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მათ დაიჯერონ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ჯობია იმას
იმ პირობებში ცხოვრებას, სადაც ისინი არიან და იმ ქვეყანასთან მიბმაც, რომლებზეც დღეს ისინი არიან მიბმულები და გრძნობენ თავს მიბმულებად. და ჩვენ აქვე გვაქვს დნესტრისპირეთის მაგალითი, სადაც უამრავმა 100,000-ზე მეტმა მოქალაქემ აიღო სწორედ მოლდოვას პასპორტი მხოლოდ ამ ერთი რამის გამო, რომ მათ ამით შეიძლებათ ევროპაში გასვლა და მით უმეტეს ჩვენ კომპლექსურად ბევრ რამეს ვთავაზობთ და ბევრ რამეში მივდივართ წინ. თავარია გვჭირდება მართლა ესე წყნარად, შვიდად, აზრებულად ვიაროთ იმისკენ რომ გავხდეთ ცივილიზებული ქვეყანა, სადაც ეკონომიკა ვითარდება, სადაც ადამიანებზე ზრუნავს სახელმწიფო, სადაც ადამიანებს აქვს განვითარებისა და თვითგანვითარების საშუალება და სადაც ადამიანის უფლებების დაცვის მართლა ევროპული სტანდარტი არის დამკვიდრებული და მე მგონია რომ დღეს ამ გზაზე ძალიან მყარად ვართ დამდგარი. ძალიან დიდი მადლობა. 2030-ის შეკითხვებს სოზერ სუბარი პასუხობდა, ახლა რეკლამის შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით მაგა. ევროკომისიის პოზიტიური ანგარიში დასტურდება თუ არა საქართველოს შეუქცევად ინტეგრაცია ევროკავშირში? ძალიან კარგად დაიწყეთ პირველ რიგში მომეც საშუალება მიულოცო მთელ საქართველოს ჩვენს მოსახლეობას მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება არის ჩვენი ქვეყნის ამ შეფასებით დადასტურდა რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება ატარებს ძალიან სწორ რეფორმებს და ეს რეფორმები არის ევროპული სტანდარტის. ვიზა ლიბერალიზაცია არ არის მხოლოდ უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია, გარკვეული დისკომფორტია, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს უწევთ სხვადასხვა ქვეყნებში გამგზავრებისთვის ვიზის აღება, მაგრამ ვიზა ლიბერალიზაცია ეს არის ძალიან პატარა ნაწილი იმ საერთო დიდი ჩვენი მიზნისა, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანება. ეს არის შეუცვლელი პროცესი, მე ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. თქვენ თუ გადაავლებთ ზოგადად ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, თქვენ მიხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზეა, ჩვენი ქვეყანა მართლაც რომ ადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ეს ძალიან ბევრი რამის მომტანი არის ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რას მოგვიტანს ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერთან ერთად გარკვეული მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გაზრდის საშუალება. რატომ? იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ევროპა, რომელიც 9 მილიარდი განვითარებული, ასე ვთქვათ, სოციალურ-ეკონომიკური სამყაროსგან შედგება, როდესაც ხედავენ, რომ საქართველო იღებს ძალიან პოზიტიურ შეფასებებს ევროკავშირისგან, ნატოსგან, ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ მსოფლიოში მშვიდობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თავისთავად ცხადია ინტერესი იზრდება. შესაბამისად, ეს გაზრდილი ინტერესი ჩვენ მოგვიტანს მეტ ინვესტიციას. ჩვენ მოგვიტანს მეტ შესაძლებლობას, რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ, ხალხი დავასაქმოთ, სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ეს ასევე იქნება ტურიზმისთვის ერთგვარი მნიშვნელოვანი ბიძგი, ვინაიდან ყველაფერთან ერთად უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა უსაფრთხოა და თქვენ იცით, რომ იმ 5 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი არის სწორედ უსაფრთხოება და აღიარებულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა. შესაბამისად, ეს გაზრდის ტურიზმს საქართველოში ევროპელ ტურისტებს მოიზიდავს და არა მარტო ევროპელებს. და კიდევ რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არის ბიძგი იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებებით, იმიტომ რომ უკვე ევროკავშირი არის ამ შემთხვევაში დაინტერესებული, რომ მას ყავდეს ისეთი პარტნიორი, ისეთი ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა და მე ვიტყოდი ნელა, მაგრამ დაჩქარებულად დააკმაყოფილოს ის სტანდარტი, ის დონე, რომელიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვახარებს. მე მესმის, რომ ჩვენ ოპონენტებს და არაკეთილის მსურველებს თუ ასე შეიძლება ითქვას, თავიდანვე ქონდათ აბსოლუტურად მიუღებელი სტრატეგია არჩეული ჩვენი ხელისუფლების მიმართ, თითოეული ჩვენთაგანის მიმართ. თავიდან იყო გარკვეული თავდასხმები, რომ ჩვენ თითქოს და უარი ვთქვით ევროკავშირის ევროპულ არჩევანზე, მაშინ როდესაც მართლაც უმოკლეს ვადებში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ძალიან სერიოზული რეფორმები გამახორციელებთ იმისათვის, რომ დროულად მომხდარიყო ვიზა ლიბერალიზაციის მიღწევა. ასევე თქვენ იცით, ნატოს მიმართებაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ,
მე ვიტყოდი რომ ჩვენ მაქსიმუმი შევასრულეთ და იგივე უელსის სამიტის გადაწყვეტილებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა. საერთო ჯამში დღევანდელმა დღემ ფაქტობრივად ყველა ის მე ვიტყოდი ცრუ სტრატეგია, პოლიტიკური სტრატეგია დაამარცხა და ჩვენი საზოგადოებას დღეს უკვე ნამდვილად ჯერა რომ ევროკავშირი არ არის რაღაც მითი, ევროკავშირი არის რეალობა. ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაზე გადავა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს. გასაგები ამაზე თქვენ საუბრობდით, ბატონო ირაკლი და პოზიტიურად არის შეფასებული ბოლო წლებში გატარებული რეფორმები, მათ შორის ჩამონათვალში არის საზღვრის მართვა, იგივე მიგრაციის მართვა, მარტო ამ მიმართულებით მე თქვენ გეტყვით რომ დაახლოებით 62 კანონში შევიტანეთ ცვლილება და საზოგადოებრივი წესრიგი უსაფრთხოება ადამიანის უფლებების დაცვა იგივე უმცირესობათა ჩათვლით ასევე მართლმსაჯულებისა და პროკურატურის რეფორმა იმ ფონზე როდესაც თბილისში იგივე ოპოზიციის მხრიდან საქართველოში გამუდმებით ისმის კრიტიკა სწორედ ამ რეფორმებთან მიმართებაში ევროკომისიის პოზიტიური გზავნილები რა შეცვლის იცით რა არის ჩვენ რა კრიტიკასაც ვისმენთ ეს არის სამწუხაროდ ერთგვარი პოლიტიკური მოდა ოპოზიციის რომ აუცილებლად კრიტიკული უნდა იყვნენ და საზოგადოებაზე მოახდინონ ზემოქმედება ერთგვარი შოკური პოლიტიკა გაატარონ იმისათვის რომ როგორმე არა საკუთარი კარგი წარმოაჩინონ არამედ როგორმე ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ და როგორმე საზოგადოებაში შექმნან ისეთი შთაბეჭდილება რომ თითქოს ჩვენ ასე ვთქვათ რეფორმებს არ ვატარებთ მიღწევები არ აქვს თუმცა მეორე მხრივ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. ეს ის რეფორმებია, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ არა კარგს, ცუდს ან საშუალოს, ეს არის ევროპული რეფორმები. ის სტანდარტები, რომელიც დღეს გააჩნია ევროკავშირს და რა თქმა უნდა ეს არის სწორედ დამაზიანებელი ჩვენი ოპონენტებისთვის, რომლებიც რიგ შემთხვევაში პოლიტიკურად მათი ასე ვთქვათ გაკოტრებულები არიან პოლიტიკურად და თქვენ ისიც ხსმენიათ ალბათ რომ ჩვენი ოპონენტები რამდენიმე ადამიანი ცდილობდა რომ ევროპელები დაერწმუნებინა იმაში რომ ჩვენთვის ვიზა ლიბერალიზაცია არ მოეცა სწორედ იმიტომ რომ შემდგომ ეს მიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენათ სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე მაგრამ არ გამოუვიდა და არც გამოუვათ ჩვენ ამ რეფორმებს ვატარებთ არა ევროპისთვის არა ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაციის არამედ ჩვენ ამ რეფორმებს ვატარებთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს პროცესი გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები, შედეგები უკვე არის მიღწეული. კი ბატონო, ეს რაც შეეხებოდა რეფორმებს, რაც შეეხება პროცედურას, რომლის თანახმადაც ევროკომისიამ პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რისთვისაც საჭირო იქნება ევროპარლამენტარების უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ პოლიტიკური პროცესი ჯერ შეიძლება ითქვას, რომ არ დასრულებულა. შესაძლოა ამ გზაზე ბატონო ირაკლი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან თქვათ რაიმე სახის შემაფერხებელი ფაქტორები გაჩნდეს. ის რა არის მე პირდაპირ გეტყვით, რომ ევროპარლამენტი, ევროპის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები ძალიან კარგად ხედავენ იმ პოზიტიურ პროცესებს, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. თუმცა პოლიტიკა მაინც გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება და სამწუხაროდ ჩვენ უმეტესწილად ლახვარი გვხვდება ხოლმე ზურგში, ისევ და ისევ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. და მე იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ხელი შესვლა ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შეიძლება ამის სურვილი ქონდეს, წუხარ ამაზე მიწევს საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტული ფაქტები დასტურდება, რომ იყო მცდელობა და ხელი შეშლა. მე ჩემის მხრივ ვარ იგივე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და სამწუხაროდ ყოველთვის იქ, სადაც ჩვენ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში და არა ყველაში, მე აქვე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ჩვენი ოპონენტები როდესაც საქმე შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მართლაც ერთ პოზიციებზე ვართ, მაგრამ სამწუხაროდ ისევ არის მცდელობა რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იყოს გატარებული, რაც მე მიმაჩნია არასწორად, პოლიტიკურად ამორალურად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ქვეყნის შიგნით პოლიტიკაში ბევრი განსხვავება იყოს ჩვენ შორის და მე ამ განსხვავებას მივესალმები, მაგრამ ქვეყნის გარეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები იცით რა არის, მე კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ და იმ კონკრეტულ შემთხვევას. დიახ, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ცდილობს რომ ევროპაში საქართველოს სახელი გაუფუჭოს, ისევ და ისევ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და ერთგვარად სავაჭროდ შემოიტანოს თემა,
რომ თუ ჩვენ მათ ეგრეთ წოდებულ ასე ვთქვათ პრეტენზიებს არ გავითვალისწინებთ, ამის გამო საქართველოს ხელი შეეშლება მიაღწიოს წარმატებას. საქართველოს ხელი შეეშლება. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ოპონენტებს გონიათ, რომ საქართველოს გამარჯვება ეს არის მათი მარცხი და ეს არის ტყვილი. მე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ ჩვენი ხელისუფლების სახელით. ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი სახელმწიფო სახელით და ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მახვილი. ძალიან დიდი მადლობა 2030-ის შეკითხვებს ირაკლი სესიაშვილი პასუხობდა და ასეთი იყო 18 დეკემბრის 2030. GDS-ზე გრძელდება შოუ, ყველაზე მუსიკალური და ყველაზე აზარტული პროექტი გახდი ვარსკვლავი. მე მაკაცინცაძე ვარ და ორ შაბათამდე გემშვიდობებით, მშვიდობიან შაბათ კვირას გისურვებთ დროებით.